ჩემი დიაგნოზი არის ADHD, ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი. როგორც წესი, ასოცირებული არის ხოლმე გაფანტულობასთან, კონცენტრაციის სირთულესთან, ჰიპერაქტივობასთან და არის საკმაოდ ისეთი პოპულარული TikTok ტრენდი. იდენტიფიცირება რო გააკეთო სხვა ადამიანმა, ვინც ახლა ამას შეიძლება უსმენდეს. მაგალითად, როცა გძინავს, მაგალითად, როცა, რავი, კარგად ხარ მეგობრებთან ერთად, რაღაცა სასიამოვნოს აკეთებ. შენი ტვინი რაღაც დროს ისვენებს. ADHD ტვინი არასდროს არ ისვენებს. ამის გამო გიჭირს ყურადღების კონცენტრაცია, ამის გამო გიჭირს მოტივაციის შენარჩუნება, ამის გამო გიჭირს რუტინის მართვა, კბილების გახეხვაზე, საუზმეზე და ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო რუტინაზე გეხარჯება იმდენი ენერგია, რომ იღლები ამისგან, ტვინი გეღლება და ფიზიკურად იღლები ამისგან და იმის გამო ზუსტად რომ ცნობიერება ამის შესახებ არც ოჯახებში, არც მასწავლებლებში არსად არ არის, ძალიან რთულია ამის ახსნა. სამომხმარებლო პერსპექტივიდან ADHD არის ტვინის ბიოქიმიაში განსხვავებული სურათი, დოპამინის და ნორადრენალინის მუდმივი დეფიციტი. და ეს მუდმივი დეფიციტი ვლინდება იმაში, რომ არ ყოფნის ის, რაც სხვა ადამიანს ყოფნის, შენი ტვინი შენგან დამოუკიდებლად მუდმივად ეძებს დოპამინის მაღალ დოზებს. ბოლო წლები არის, რაც ჩვენ მივაქციეთ ამას ყურადღება, იმიტომ რომ ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, ადიქციის მქონე ადამიანებში ძალიან ხშირია ეს დარღვევები. დიაგნოსტირების გზაზე პირველი შეხება ჩემთვის იყო ძალიან იმედგამაცრუებელი. თავარი არის თუ სადღაც რაღაცა გიჭირს, ვინმემ საგანმანათლებლო სისტემის ან ჯანდაცვის სისტემის ან სოციალური ამე სისტემის ნაწილმა, სადაც შენ ხვდები, იქ გააკეთოს ამის იდენტიფიცირება. თერაპევტებმა გამაზეს, ჩემთვის ამის თქმა, ფსიქიატრებმაც გამაზეს, მე თვითონ მივედი რაღაცნაირად აქამდე და მე მოვძებნე არა საქართველოში მომუშავე იელის უნივერსიტეტში ამ კონკრეტულად ADHD-ის თემაზე მომუშავე სპეციალისტი, რომელსაც უფრო მაღალი სიზუსტით დამისვა დიაგნოზი. ნაწილობრივ ერთ ფეხს ვითომ ჩაყოფ ამ სისტემაში და გონია რომ აი მოხდება იდენტიფიცირება და მოხდება რაღაცა და ამ დროს აღმოჩნდება ის კოორდინირებული ნაწილები. თუმცა კარგი თერაპევტი, რაღაცა ფსიქიატრი, რაღაცა ცენტრი. ოღონდ ამას არ აქვს სისტემური სახე. სახელმწიფომ უნდა მოახერხოს, რომ ეს შეკრას ერთ სისტემურ ჯაჭვში მისი როგორც რეგულატორის როლი და ხაზგასმით პროფესიულ ასოციაციებთან და პროფესიულ საზოგადოებასთან ერთად არის ზუსტად ამის მოწესრიგება.